წამება, პოლიტიკური დევნა ან სიკვდილი. ეს არის რაც ქართველ მებრძოლ გიორგი კინოიანსელის თუ მისი რუსეთში ექსტრადირება მოხდება. ამის შესახებ ლაპარაკია ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მიმართვის ინიციატორი, რომლის ადრესატი ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენია, ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი ევროპის სახალხო პარტია. მას ხელს აწერენ მწვანეებისა და განაახლე ევროპის საპარლამენტო ჯგუფებიც. ევროპარლამენტარები გამოხატავენ სერიოზულ შეშფოთებას კინოიანის დაკავების გამო. ეს არ არის პირადი ტრაგედია, ეს არის სამართლის კანონის უზენაესობისა და ევროპული სოლიდარობის პირდაპირი გამოწვევა, ნათქვამია განცხადებაში. ევროპარლამენტარები წერენ, რომ სომხეთს თანამშრომლობა რუსეთთან იმ პირების დევნაში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აგრესიას, მკაფიოდ განსხვავდება მისი მისწრაფებისგან, რაც გულისხმობს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას. ხელმომწერებისთვის ასევე ეჭვებს აღზრავს ადამიანის გადაცემა რეჟიმისთვის, რომელიც პასუხისმგებელია ომის დანაშაულებისა და სისტემური რეპრესიებისთვის. ისინი მოითხოვენ, რომ ევროკავშირმა სწრაფად უპასუხოს ამ ქმედებებს, ასევე მოითხოვს, რომ საკითხი უმაღლეს დონეზე განიხილონ და კინოიანი რუსეთს არ გადაეცეს. ევროპარლამენტარ ქრისტოფ რეიზას ოფისიდან მივმართეთ პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს გიორგი კინოიანის დაკავებასთან დაკავშირებით. და ავუხსენით, რომ გიორგი არის ადამიანი, რომელიც დაკავებულია სომხეთში და არსებობს ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ მას გადასცემენ რუსეთის ფედერაციას. გიორგი არის დაკავებული სომხეთში ყოველგვარი დანაშაულის გარეშე, ის არის დაკავებული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იბრძვის უკრაინის თავისუფლებისთვის, ევროპული ღირებულებებისთვის და მათ შორის საქართველოს ევროპული და დამოუკიდებელი მომავლისთვის. გიორგის განაჩენი გამოუტანეს დონეცკის ოკუპირებულ რეგიონში, სადაც ეგრეთ წოდებულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ის ციხეში უნდა იჯდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ იცავს ევროპულ ღირებულებებს და ევროპულ უსაფრთხოებას, ამიტომ ჩვენ პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენს ავუხსენით, რომ აუცილებელია თითოეულმა ევროპელმა ლიდერმა აიმაღლოს ხმა და ძალიან მკაფიოდ თქვას, რომ რუსეთის მიმართ არ არსებობს არანაირი ინდულგენცია და გიორგისნაირი პატრიოტები, გიორგისნაირი მებრძოლი ადამიანები უნდა იყვნენ სახლში მშვიდად.